fire, chasing dreams, never tired. Wind in my face, stars in my eyes. I keep moving, no goodbye. Lost in towns that fade so fast. Memories burn, they never last. Every mile a story told. I ride free, I ride bold. Chase the thrill. Go, go, my highway heart. Never stop, we'll never part. Go, go, my highway heart. Riding fast, a brand new start. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ჩამოვედი ახლა მე ნორთ დაკოტაში. ეს პირით ჩამოვიტანე, რომელიც ლუიზიანადან წამოვიღე. წინა ვიდეოში მაქვს ამაზე გადაღებული. კასელტონი ესე ქვია ამ პატარა დასახლებას. აქ უნდა დავცალო ახლა ეს პირთი. და შემდეგ უკვე ახალ ტვირთს დაველოდები, რომელსაც დისპეჩერი მომცემს, მაგრამ ჯერჯერობით დისპეჩერს ტვირთი არა აქვს აღებული. დილა 9 საათია. გუშინ დამირეკა და მაძლევდა ტვირთს, რომელიც მიდიოდა ნორთ დაკოტადან, ფარგოდან მიდიოდა ბრონქსში, ნიუ-იორკში. მაგრამ უარი უთხარ, იმიტომ რომ მე არ დავდივარ ნიუ-იორკის სიტიში არ დავდივარ. არც ბრუკლინში, არც ბრონქსში. გავთხილებული მყავს დისპეჩერი, რომ არ მომცემეთქი ტვირთები მაგ ხარეს, მაგრამ მაინც შემომთავაზა და იქნებ დავთანხმებოდი, მაგრამ არ ვთანხმდები, არ მინდა. 1/2 mile, arrive at 3549 153rd Avenue Southeast, Castleton, North Dakota 58012 on the right. საშინელება იმ ბრონქსში, იმიტომ რომ ტაქსი როცა მუშაობდი, მაშინ 3549 153rd Avenue Southeast, Castleton, North Dakota 58012 on the right. ტაქსი როცა მუშაობდი, მაშინ არ დავდიოდი ხოლმე. ბრონქსში, იმიტომ რომ მოძრაობაა საშინელი და ამიტომ არ მინდა რა. ეხლა აქ არის სადღაც შესასვლელი. ავიკო. Arriving at 3549 153rd Avenue Southeast, Castleton, North Dakota 58012 on the right. ამ GPS-მა მოკლედ შემჭამა რა. თავი ჭკუად არიგებით. აქ უნდა შევიდე.
გამარჯოს, კაი კაცი. დარიგილი გვაქვს და მელოდებიან, უბრალოდ უნდა გავერკვიო ეხლა აქ სად უნდა. აქ არის სადღაც, მე მგონი მარცხენა მხარეს. კარგი, კონკრეტ გადავალ ეხლა მე ჯერჯერობით გავერკვევი და მე ისევ დაგიბრუნდებით. დავცალე უკვე აქ, მალე დამცალე ძალიან. რაც ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა. იმიტომ რომ დამერეკა თან დისპეჩერმა და ამიღო უკვე ტვირთი. ცოტა დავიღალე და ამიღო ტვირთი და ესე იგი ისევე აქ ამიღო ნორდ-დაკოტაში და აქედან მიშვებს ფლორიდაში. მაილი არ დამეთვლია ზუსტად რამდენია, მაგრამ როგორც მახსოვს, ხო, ტვირთის ღირებულება არის $3,800 და წონა რაც ვნახე იყო 9,000 პაუნდი, ანუ ფაქტიურად ეს მაცილებს ეს მანქანა წინ ამას მეყვები. ფაქტიურად ცარიელი მივდივარ რა და კარგია რა. ხო და ვნახოთ თავარია ეხლა რომ იქ არაფერი მოხდეს და ავიღო ეს ტვირთი და ეს ტვირთი თუ ავიღე, მაშინ გამოდის რომ კვირის გროსი გამოვა ზუსტად $10,000 და რაც საკმაოდ კარგია, კარგი გროსად ითვლება ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში. მივედი თითქმის როგორც იქნა ახლა დანიშნულების ადგილზე, სადაც უნდა ავიღო ტვირთი. მე შემეშალა იქ თავიდან ვთქვი რომ ნორდ-დაკოტაში ვიღებდი ამ ტვირთს, მაგრამ რომ დავაკვირდი ყოფილა საუთ-დაკოტა, ანუ მეორე შტატი რა. დაახლოებით 206 მაილი იყო აქამდე რომ ჩამოსულიყავი. და აქედან ტვირთის მდებარეობიდან ბოლო დანიშნულების პუნქტამდე, სადაც უნდა ჩავიტანო, ეს არის ფლორიდა, ტამპა. იქამდე არის 1,660 მაილი, ესე იგი დამატებული 200, ცარიელი და დატვირთული 1,660. ნუ 1,900 მაილამდე გამოდის. Take exit 132. არ არის ცოტა რა თქმა უნდა. ეს პარასკევია და სამ დღეში უნდა გავიარო ეს მანძილი. შაბათს ვიქნები ტამპაში დავცლი. მაგრამ ფასიც რა გამოდის, ეხლა ფასი რო ვიანგარიშე $2 ოდნავ ცდება. ნუ ერთი პლუსი აქვს ის, რომ 9,000 პაუნდია რაღაც პალეტებია, ანუ ძიმი არ არის, ნუ საწვავის ეკონომიას გავაკეთებ. მაგრამ გინდა ეს დაკოტები, გინდა ნორთი აიღე, გინდა საუთი არ აქვს მნიშვნელობა. ტვირთები აქედან კარგი ფასში არ არის რა, ანუ რაღაც ისე რომ $3 წაიღო ტვირთი არ არის. ნუ მაგრამ მაინც ესეა რომ საბოლოოდ ამ კვირაში ესე იგი გროსი გამოვა. ზუსტად გამოვა გროსი $10,000. ეს ჭუჭყიანი გროსი რო ვეძახით ის, მე ამას უნდა გამოვაკეთეს. კომპანიის და საწვავის ხარჯები რა თქმა უნდა და რაღაცა არჩება. რაღაცა კი არა, ნუ ცუდი არ გამოვა რა თქმა უნდა და აქ შუქნიშანი არ არის, stop sign-ით უნდა გავიდე. ზოგიერთი არია სადაც არის, ესე იგი ტვირთები კარგ ფასშია, $3 არის და ზოგიერთი შტატი კიდე, ახლა როგორც ახლა ვარ, დაბალ ფასშია, მაგრამ ესენი ერთმანეთს აბალანსებს მერე და უკვე საშუალო გროსი გამოდის რა. ახლა ამ ბოლო დროს რაც დავაკვირდი
სადღაც ესე იგი 2.55 2.60 დაახლოებით ესე უკავია მაილზე. Turn right on გადასარევი Lefevre Drive, then take the გადასარევი first ფასები right. ეხა ვერ დავიტრაბახებ რომ რაღაცა სასწაული ფასებია, მაგრამ ნორმალურია ჩემი აზრით და მუშაობაც რა თქმა უნდა ღირს. თან ახლა რაღა დარჩა სექტემბერი გადის უკვე, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, სამ თვეში უკვე ამ წელს დავემშვიდობები. ზამთარიც მალე მოვა და ამიტომ მოსასრებია ახლა მუშაობა, იმიტომ რომ ზამთარში მუშაობა კი არის თვირთები ჩვეულებრივად, მაგრამ ახლა ვისაც გამოცდილება აქვს და მუშაობს, იცის რომ ზამთარი როგორია ზოგადად ამერიკაში, იმიტომ რომ სულ თოვლზე და ყინულზე გიწევს სიარული. ეხლა ეს შენობა იქ წირაც არის და მე აქ rate confirmation-ში მიწერია რომ building-ი 6-იო და აი ხედავ რომ წინა წერია building-ი 6. ოკეი, აი ნახე. ოჩახ ის ტიპი დავხვდა უკვე იქ და მეუბნება როგორც დავაყენო სად წავიდე. ველოდებოდა ეს. ესე ჯიგარო? აი აქ, აი ესე. Turn left. ასე ხო? კარგია. ძალიან კარგი. გადავალებ და დავიტვირთებ და გაჩვენებთ რა არის. აი ტვირთავს ახლა ეს. ძალიან მსუბუქია ეს პალეტები, რასაც აწყობს. და როგორც ნახე ახლა ეს მიდის, ესე იგი ხო ვთქვი რომ ტამპაში მიდის ფლორიდაში და იქ არის რაღაც ძალიან დიდი სტადიონის მშენებლობა, კალათბურთის სტადიონის. დახურული კალათბურთის სტადიონის მშენებლობაა და ორშაბათ დილის 7 საათზე მაქვს აპოინტმენტი, რომ მივიტანო იქ ადგილზე და ჩამოვცალო. ავიღე ტვირთი მეგობრებო და ეხა დავიძარი მე უკვე გამოვედი, მალე მოხდა აპტვირთის აღება. მივდივარ ფლორიდისკენ, პირველივე ტრაკსტაპზე ალბათ, პაილოტის ტრაკსტაპზე გავჩერდები და შხაპს მივიღებ. სანამ იქ ჩავალ კიდე მომიწევს რა თქმა Turn უნდა left და on I-29 south. ორშაბათს დილით უკვე 7 საათზე იქ ვიქნები და დავცლი ამ ტვირთს და მე ისევ ახალ კვირას დავიწყო. ამით იმის თქმა მინდოდა რომ ესე არის ტრაილერზე მუშაობის პრინციპი. იღებ ტვირთს, მიგაგ დასაცლელად, დაცლი, შემდეგ მიდიხარ სხვას იღებ და ასე შემდეგ, სანამ არ გადაწყვეტ რომ დროა დაისვენო და წახვიდე სახლში, ცოტა ხნით ამოისუნთქო ადამიანმა. თუ არა და დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ესე ვართ რომ ამ პრინციპით მუშაობთ. ყველა წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა და შევხვდებით კიდევ. შემოვედი პაილოტზე და აქ გავჩერდები ცოტა ხნით შემჭამ. შხაპს მივიღებ და წინ გრძელი გზა მაქვს. რა შევჭამო ახლა? იცა დიდი არჩევანიც არა გვაქვს.
ბურგერები. აი ეს არის რომ ცუდად მყდის, აი. ეს შემწვარი ქათამი. საშინელებაა ეს. არ ვიცი რა ვჭამო. აქ სუფებია. შეიძლება ესავარჩი. კი მეჩქარება, მაგრამ ჯობია ამ რესტორანში შევიდი აქ. ამ პაილოტზე არის ეს დენის რესტორანი და რამე შევჭამო, თორე ისაჭმელი არ მწვდის. აი ესეთი ამერიკული რესტორანია რა. მომიტანეს მენიუ და რაღაცა სავარჩიო. აი მოიტანეს სტეიკი. ეხლა ამის შეჭმა მირჩევნია იმის ფასტფუდის ჭამას რა და კოკა-კოლასაც არ ავსვავ წყალი მოვატანინე. Mashed potato, ანუ პიურე, ბროკოლი, ეს გახუხული პური, სტეიკი. როცა მუშაობ, კვებაზე უარი არ უნდა თქვა. ეს ჩემი აზრია და მე მგონი ყველა ესეა. შაუერის დროც მოვიდა. ავედი ახლა. მოგლეთ მეგობრებო, დღევანდელი დღის გადაღებას ასე ვთქვათ მოვჭით, იმიტომ რომ დილიდან გადავიღე ტვირთის მიტანა, შემდეგ ახალი ტვირთის აღება და ეხლა უკვე გზაში ვარ. ცოტა ხანი შევისვენე, საჭმელი ვჭამე, შაუერი მივიღე და ეხლა ვაგზელებ ისევე გზას. მადლობა რომ მიყურებთ, ასევე გეტყვით რომ გათამაშება, რომელიც ჩემს არხზე ტარდება, მთავრდება 26 სექტემბერს და ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, თუ არა გაქვთ გამოწერილი, კომენტარი უნდა დატოვოთ და დაალაიქოთ. მეტი არაფერი არ არის საჭირო და თამაშდება iPhone-ის ყურსასმენები, ძალიან კარგი ყურსასმენები და აუცილებლად რომელიმე თქვენთაგანი მოიგებს. წარმატებები თქვენ და დროებით გემშვიდობებით.